შეიქმნება თუ არა და ვინ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ წინააღმდეგობის პლატფორმაში. დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციაზე გამოვიდა. მისი განმარტებით პლატფორმა ღია ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდით გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს, ახალი არჩევნების დანიშვნას და პატიმრების გათავისუფლებას. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა და როგორია პოზიციები პოლიტიკურ სპექტრში. სალომე ქოქიაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკურ სპექტრშიც ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური აქტორები სწორედ ასე გვეუბნებიან და უნდა ითქვას, რომ გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდგომ არ მხოლოდ მხარდამჭერებში, თავად პოლიტიკურ აქტორებშიც ერთგვარი დააბნეულობა შეინიშნება. ქართული ქარტიის შემდგომ უკვე კოორდინაციის შემდგომ ახლა უკვე დგება წინააღმდეგობის პლატფორმის ჯერი, თუმცა რას გულისხმობდა ყოფილი პრეზიდენტი ამ ინიციატივაში უფრო კონკრეტულად და როგორ უნდა იმუშაოს ამ პლატფორმამ, არც თავად სალომე ზურაბიშვილს უთქვამს რაიმე უფრო კონკრეტული და შესაბამისად პოლიტიკური პარტიებიც ძირითადად ელოდებიან მის დამატებით განმარტებებს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ახლა რაღაცა დიდი ერთობის შექმნასთან დაკავშირებით პოზიციები არის საკმაოდ სკეპტიკური, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი იყო მათ მხარდამჭერებს მოესმინათ ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იყო გაერთიანებულიყო ერთი, ასე ვთქვათ, ქოლგის ქვეშ, თუმცა ასეთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას გამორიცხავენ სხვები. ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს თუ დაუჯერებთ ასეთი ერთიანი დიდი პლატფორმის შექმნას ხელს გახარიას პოლიტიკური გუნდი უშლის, რომელიც ძირითადად თავისი პარტიული სტრუქტურის მშენებლობითაა დაკავებული. აი გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ საერთო ერთი პარტიული ქოლგის ქვეშ გაერთიანება მათთვის არც არასოდეს ყოფილა მიზანი და კოორდინაცია უნდა მოხდეს ამ ეტაპისთვის დღის ასაკში არსებულ მნიშვნელოვან თემებს. რაც შეეხება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ ახლა ოპოზიციაში ერთობის რესურსი ნაკლებად დარჩა, ხოლო რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ ოპოზიციურ აქტორებს ქართული ოცნების წარმომადგენელთა აზრით რჩებათ, მხოლოდ ერთმანეთთან ჩხუბია. გუშინ საზოგადოების დიდი ნაწილი მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რეალისტურად ელოდა ბევრად უფრო მეტ კონკრეტიკას, მათ შორის მინიმუმ შემდეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას მაინც, როგორი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა. რაც შეეხება ოპოზიციის მდგომარეობას, მე მიმაჩნია, რომ თუ კი არ გამოდის საერთო რაღაცა ყოვლის მომცველი ერთიანობა, ვისაც აქვს ამის შნოდა უნარი, რომ გაერთიანდეს, მიმაჩნია, რომ მინიმუმ მათ მაინც უნდა მოახერხოთ ჩვენი ძალების კონსოლიდაცია. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არიან რამდენიმე პოლიტიკურ ძალასაც ვერ დავარქვათ, უფრო ამ პოლიტიკურ ძალებში მყოფი აქტორები, რომლებიც ვერ ახერხებენ მაინც მოვერიდებით და შევიკავებ თავს. უფრო საუბარი არის გახარია საქართველოსთვის, მე ამას ვიტყოდი, რომელიც მაინც უფრო მეტად კონცენტრირებული არის საკუთარი პარტიული იდენტობის მშენებლობაზე. ორი საკითხი არის, გამოც ჩვენი პარტიული ინტერესები გვაქვს გადადებული გვერდზე, ეს არის პოლიტპატიმრების რაც შეიძლება დროულად სახლში დაბრუნება, გათავისუფლება და მეორე ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. დარდარჩენი ახლა ქალბატონმა ზურაბიშვილმა რა იგულისხმა ამ ფრონტთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, ალბათ თავად მეც ახსნის და მეც ისაუბრებს. ყოველ შემთხვევაში ამ ორ საკითხზე მასთან კომუნიკაცია და კოორდინაცია რა თქმა უნდა ჩვენთვის გაგრძელდება. ჩვენ ხედავთ რისი რესურსიც აქვს ახლა კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის ანასკლეტებს. ერთადერთი რესურსი აქვს, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ. ისიც ალბათ ამოწურვადი იქნება მცირე ხანში, იმიტომ რომ პარლამენტში წააგეს, არჩევნები წააგეს, საგარეო პოლიტიკაში წააგეს, ქუჩა წააგეს და დარჩა ერთადერთი რამე, რომ ეხლა ერთმანეთს დააბრალონ. ამაში ეხლა ლიდერობს, რა თქმა უნდა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამ შემთხვევაში 5 ნომერი და გუშინ ჩვენ ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილის ტექსტი, რომელიც იყო რაღაც ისტორიის მიმოხილვა და ოპოზიციის ერთიანობის ნაცვლად მათვე მოფრეზე ვლაპარაკო გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა და ჩვენ მუდმივად საუბრობდით, რომ ოპოზიციის ერთიანობა იყო მოჩვენებითი, ისინი წინასაარჩევნო პერიოდშიც ატყუებდნენ მოქალაქეებს, რომ შეძლებდნენ გაერთიანებას, რაღაცა ერთიან მმართველობას, კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებდნენ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა იგივე გრძელდება არჩევნების შემდგომაც, ასე რომ რა პლატფორმაც არ უნდა ჩამოაყალიბონ, ერთად იქნებიან თუ სასალკე იქნებიან, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი განწერილები არიან წარუმატებლობისთვის.
რის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება და უნდა მოხდეს თუ არა გაერთიანება ერთი პოლიტიკური ქოლგის გარშემო, ერთი პარტიული ქოლგის გარშემო, მაგალითად საერთო საარჩევნო სიაში. ამ თემაზე რა თქმა უნდა არის აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები, პოლიტიკური აქტორები ამ თემებს სხვადასხვაგვარად ხედავენ, თუმცა მაგალითად გუშინ გაირკვა, რომ ასევე ასეთი სხვადასხვაობა არის იგივე შემოდგომას დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ყველა პარტია ამბობდა, რომ ისინი კატეგორიულად არიან წინააღმდეგნი იმის, რომ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ელოდებიან მხოლოდ და მხოლოდ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა მაგალითად გუშინ გაირკვა, რომ არც ამ თემაზე არის აზრთა, ასე ვთქვათ, ერთობლივი პოზიციები, მაგალითად სალომე ზურაბიშვილთან შეკრებების ერთ-ერთი მონაწილე თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობდა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ვერ მიაღწია შეთანხმებას ვერც იმაზე მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ერთი ნაწილი მისი თქმით ძალიან მკაფიოდ ამბობს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება, თუმცა მეორე ნაწილს მაინც ამ არჩევნებისკენ თვალი გაურბის. მადლობთ სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.